აბა დავიწყეთ 26 წლის პირველი გადაცემა, პირველი დიდი გადაცემა, მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ ყველაფერს კიდევ ერთხელ, უკვე პოსტფაქტუმ, აგერ ორშაბათს დათესება იქნება, მაგასაც გილოცავთ და ჩვენ პირველ გადაცემაში 26 წლისა ყავს ლევან მახაშვილი, სტუმრად საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრი. მოგესალმებით ლევან. საღამოშიდობი, შალვა ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან საინტერესო თემაზე მინდა დავიწყო ლაპარაკი. მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო ტელემოყურებლებო, რეტროსპექტიული ხედვა გამოვიყენო და შეგახსენოთ ის შიში და დრწოლა ქართველებისა, რომელიც გვეუფლებოდა ვიღაცა რიგითი მაიმუნი ევროპარლამენტარის თუ ევროსტრუქტურის რიგითი წარმომადგენლის განცხადებებზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს. გახსოვთ ალბათ რეზოლუციას მიიღებდნენ და გული გვისკდებოდა ერთი დღით ადრე გამოაცხადებდა ნაცმედია ამ რეზოლუციას და იყო ბჭობა განხილვა. მოხდა ისე ღვთისმადლი და ჩვენი შემწეობით ქართული საზოგადოების და ქართული ოცნების, რომ ეს კოშმარი, ეს ფატამორგანა, ეს რაღაცა მირაჟი უჟასი შეიძლება ითქვას ოკუპანტის ენაზე გაქრა. ანუ რო დაუკვირდეთ ახლა მართლა ღრმად ფეხებზე კიდია რა სიტყვიან ჩვენზე ევროპარლამენტის წევრები თუ ფრაქციის წარმომადგენლები, კაია კალასი რა სიტყვის ჩვენზე და ასე შემდეგ რა. ბალტიისპირელებზე არაფერს არ ვამბობ. ანუ ჩვენ მართლა რაღაცნაირად აი თუნდაც ამ ასპექტში, ვერ სხვაშიც, მაგრამ სუვერენიტეტი ვიგრძენით. რატომ მოხდა ეს? აი როგორ მოხდა? მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ქართველებმა როგორც იქნა მივხვდით, რომ ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნეს და ჩვენთვის არ არის ეს რაც დღევანდელ ევროპაში რაც ხდება, მაგრამ შესაძლოა დამეთანხმეთ, რომ ეგეთი განცდა არსებობს. კი ბატონო. და რატომ მოხდა ეს? მოგესალმებით მოკლედ კიდევ ერთხელ და მიხარია რომ ამ წლის პირველ გადაცემაში ვარ თქვენთან, წარმატებულ სეზონს გისურვებთ ამ წელს. რაც შეეხება აი მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც თქვენ ახსენეთ, გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით, სერიოზული გარდატეხა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების ცნობიერებაში ალბათ, მოდი ასე დავარქვათ. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, შეიძლება ცოტა რთული თემა, მაგრამ მარტივი მიზეზი აქვს ამას. ნახეთ კრიტიკულ მომენტებში, სად იდგა ბრიუსელის წარმომადგენელი, სად იდგა ევროპარლამენტარი, რას ითხოვდა საქართველოსგან, მოსახლეობისგან, მთავრობისგან, აი ამ გამოცდილებამ, გასული 3-4 წლის გამოცდილებამ რეალურად დაგვანახა ჩვენი კეთილის მსურველები არიან ეს ადამიანები თუ არაკეთილის მსურველები. ამიტომ და რაც თავარია, შემდეგ ჩვენს ამ გამოცდილებაზე ვისწავლეთ. ხშირად გვახასიათებდა, რომ არ ვსწავლობთ ჩვენ შეცდომებზე, მაგრამ ვისწავლეთ, დავინახეთ, რომ კრიტიკულ მომენტში თუ შენ თვითონ, შენ თავზე არ იფიქრე, სხვა არავინ, როგორი ტკბილი სიტყვით არ უნდა მოვიდეს, როგორ არ უნდა მოგთაფლოს, რა არ უნდა მოგცეს, კრიტიკულ მომენტში არავინ შენზე არ იფიქრებს. და ყველა უყურებს საკუთარ ეროვნულ ინტერესს, რაც ნორმალურია. ყველა საკუთარ ეროვნულ ინტერესს უყურებს და თუ ეს ინტერესი ჯდება მათ ეს პროცესი ჯდება მათ ინტერესში, გაგწირავენ ბოლო ქართველამდე. ცოტა არ მინდოდა ესეთ უხეშ შეფასება, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ეს ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, უკრაინელებზე ვხედავთ ამას, რა ხდება უკრაინაში და იგივე ბედი გველოდა ჩვენს ამ ნაწილში. ამიტომ აქ მე მგონი ყველაფერი ნათელია, თავადვე დაუსვეს საკუთარ რეპუტაციას წერტილი. ამ პირველი კითხვიდან ლოგიკურად მეორე კითხვაც გამომდინარეობს, რომ არ მეჩვენება ბოლო 1-6 თვის განმავლობაში, მით უმეტეს როცა ტრამპი გრენლანდიას, ანუ იგივე ჩათვალე ევროპას უტევს და უტევს საშინლად, საშინელ მარწუხებში ყავს, იმიტომ რომ დღე არ გადის 3-4 განცხადება ერთმანეთზე უარესი არ გააკეთოს ტრამპმა მათთვის. ხა ბოლოს თქვა, რომ ვინც მის პოზიციას პირდაპირ ვიტყვი ექსპანსიონისტურ პოზიციას ხარს არ უჭერს გრენლანდიასთან დაკავშირებით, მას კიდევ დამატებით ტარიფებს დაუწესებო. ანუ გრენლანდიის ტარიფი იქნება რა. არა ხარ თანახმად თუნდაც სხვა ქვეყანას ბულგარეთს სიტყვაზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გრენლანდიასთან, რომ კითხავენ, როგორ დამოკიდებულება გაქვსო და რო იტყვის, რომ ეს ანექსია და შემდეგ, შეიძლება დამატებითი ტარიფი დაადოს. ჩვენ დაგვივიწყეს. არ ჩალიათ ჩვენთვის? ხო, იმდენად კონკრეტულად ამ კითხვას რო გავცეთ თქვენ ბოლო კითხვას, მაგრამ ცოტა ფართოდაც მინდა შევხედო ამ პროცესს. იმხელა მასშტაბის პროცესები მიმდინარეობს გლობალურად, რომ საქართველო ნამდვილად არ არის თავისი ყველა პროცესის ფაქტორის გათვალისწინებით აი ამ დიდ პოლიტიკაში. ზოგჯერ კარგიც არის, რომ აი დიდი პროცესების ნაწილი არ არის, იმიტომ რომ ვინც არის, კი ვხედავთ უკრაინა, ვენესუელა და რა ხდება საერთოდ ამ ქვეყნებში. ეს ერთი, მაგრამ მეორე, რაც აუცილებლად ვახსენოთ, დღეს რასაც ჩვენ ხედავთ არის, რომ ბოლო 1 წელია დაიწყო
ფუნდამენტური ცვლილება მსოფლიოში. მანამდე თუ იყო ერთპოლუსიანი სამყარო, ამერიკის სახით და აი ამ რაღაც ლიბერალურ ჰეგემონიას ასე თქვა ავრცელებდა დანარჩენ იმაში მსოფლიოში, ამან განიცადა სრული კრახი. ყოფილი მეგობრები მტრებად გადაიკიდეს, უსასრულო ომებში ჩაეფლნენ, არ ვიცი, ლიბიიდან დაწყებული, ავღანეთით დასრულებული და საბოლოო ჯამში რაც მოხდა იყო, რომ ამის პარალელურად ჩინეთი და რუსეთი, როგორც ჩინეთი უფრო მეტად რუსეთს შედარებით ნაკლებად, გახდნენ, გადაიქცნენ ზესახელმწიფოებად. ანუ სერიოზული კონკურენცია გაუჩნდა ამერიკას და დღეს ვართ უკვე მრავალპოლუსიან სამყაროში, დაახლოებით 2017 წლიდან. ვართ აი ამ სამყაროში და ანუ რეალურად ამერიკამ რაც გააკეთა იყო ის, რომ შევიდა გეოპოლიტიკურ კონკურენციაში. ეს რას ნიშნავდა? კონკრეტულ ნაბიჯებში აი ტრამპმა რაში დაიწყო გადათარგმნა. პირველი, უარი თქვა აი ამ ხელოვნურ იდეოლოგიებზე, აი ამ ეგრეთ წოდებული რადიკალურ მემარცხენეობაზე, რაც ამერიკელებს ვოუკიზმზე და ოღონდ ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ მათ შორის ევროპაში ეს პოლიტიკური ელიტები სწორედ ამ ფუნდამენტში არიან ამოზრდილებები და რა თქმა უნდა ამ ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებენ და იმიტომ მთელი ეს ძიძგილაობა და იქ არ მოგიწევდა, აქ არ მოგიწევდა, იმას არ მოგცემ, ამასა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთი დიდი მიმართულება, მეორე დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლი, ასე ვთქვათ, და ეს ვენესუელაც, გრენლანდიაც, კოლუმბია, კუბა, მთელი ეს ამ პროცესების ნაწილია. მესამე ძალიან დიდი თემა ეს არის საერთაშორისო სამართალი, გაქრა, მორჩ, შემოდეს თაროზე. და სხვათა შორის საზოგადოებას შევახსენოთ აუცილებლად, რომ ევროპაში საერთაშორისო სამართლის რღვევა დაიწყო თავად დასავლეთმა, სერბეთის დაშლის და კოსოვოს აღიარებით. რომელმაც და სხვა შორის დანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კოსოვო აღიარა და დღეს კი ხედავთ დანია რა. გრენლანდიის სახით ბუმერანგივით დაუბრუნდა. ხო, ეს კარმა თავისი ადგილი აქვს როგორც ჩანს საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ამიტომ ეს ძალიან ამ კოსოვოს აღიარებით პანდორას ყუთი გახსნეს ძალიან საქართველოსთვის ძალიან საშიში პროცესები. ძალიან შედეგი მივიღეთ. ხო და ანუ ფაქტობრივად თავად დაიწყეს, საერთოდ არავისკენ თითის გაშვერა არ არის საჭირო, თავად დაიწყეს დაშლა. ანუ და დღეს უკვე აღარ არის ეს საერთაშორისო სამართალიც და ეს საერთაშორისო სამართალი რა იყო, რომელიც რაც ბოჭავდა, მათ შორის დიდ ქვეყნებს, ხო? ნუ სიამდვილეში არც არასდროს ამბობდნენ ნუას მადარღვევაზე. მიზეზები, კაზუსბელი ჭირდებოდა მიზეზები. ხო, ამბობდნენ რომ რაღაცა შეიძლება საჭირო რაღაცა. შეფუთვასაც, ეხლა მაგასაც აღარ შეფუთვა არ არის. ტრამპი პირდაპირ იძახის, რომ მე მინდა ნავთობი, მე მინდა ეს კუნძული, მინდა და საერთაშორისო სამართალი მე არ მაინდა მე მაქვს ჩემი მორალი, მორჩა ერთი ეს არის, რაც ბოჭავს. ხო, ამიტომ ამ დიდ პრობლემურ ნაწილსაც ვაკვირდებით. მეოთხე რაც ჩვენთვის არის რელევანტური, ევროპისგან დისტანცირება, ანუ ესე ვთქვათ, ურთიერთგაციება ურთიერთობების ამერიკასა და ევროპას შორის. რეალურად სულ ამბობ ხოლმე, ამერიკის გარეშე ევროპა არის რაღაცა უთავო მხედარი, ვიტყვი, არაფერი მიზანი არ აქვს, რესურსი არ აქვს, შესაძლებლობა არ აქვს, რაღაცის გარშემო გაერთიანების უნარი არ აქვს და ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს პრინციპში დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებმა საბოლოო ჯამში მე მგონი ევროპა მაინც გაყვება, ასე ვთქვათ და გაამართლებს ამერიკის ქმედებას. მასშტაბსაც გააჩნია. კი ბატონო, თუმცა რომ დაითრიოს ხო ეს კუნძული, ხო გრენლანდია და ნუ დაუშვათ გასროლის გარეშე, ხო ჯარის გარეშე რომ დაითრიოს. ეს ნიშნავს მაინც ძალიან დიდ პრობლემას ევროკავშირისთვის და ნატოსთვის, ხო? ნატო აღარ არსებობს ჩათო. კი, იმიტომ რომ გეტყვით მეც რატომ მოყვებით ამ ლოგიკაში, იმიტომ რომ თავად ნატოშივე ჩვენს უშუალო სამეზობლოში არიან ქვეყნები, რომელთაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ კიდევ ღრმად ჩადებული ერთმანეთთან, ხო, ასე რომ ეს მარტივი ეს იქნება იმ პანდორას ყუთის გაგრძელება ამ პროცესის, ასე რომ და ნატოს ალბათ დასასრული ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში რა ფორმით. ნუ ჩვენთვის ალბათ აი ამ ეროვნული საფრთხეობის სტრატეგიის შემდეგ ამერიკის რაც გამოაქვეყნა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება ალბათ არა, ალბათ წეტილი აქვს დასმული, მორჩა ეგ თემა დამთავრებულია, ნამდვილად მე არ ვიქნები დიპლომატიური ამ ნაწილში, ალბათ ეს თემა უკვე უნდა დაივიწყოთ სამწუხაროდ, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს, სხვანაირი ხედვა ქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რეალობა არის სრულიად განსხვავებული. და რაც კიდევ მნიშვნელოვანი, აი ამ დისტანცირებით გაიზრდება ევროპაში შიდა დაპირისპირებები და ქიშპაობა, ასე ვთქვათ, და ამიტომ ევროპა ესე გაერთიანებული სახით ალბათ უახლოესი აწლეულები სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია დავიწყოთ. ჭრილობები შეიძლება გაიხსნას. ელზასი და ლოტარინგია რო გვახსოვს. ნუ ეხლა ზუსტად ეგ არ ვიცი როგორ იქნება ელზასი და ლოტარინგის საქმე, მაგრამ გდანსკი, დანცინგი და ასე შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის მიერ დადგენილი საზღვრები შეიძლება კიდევ ერთხელ
იუგოსლავიის შემდეგ ისეთ რაღაცებს უყურებთ, შალვა ბატონო, ისეთ რაღაცებს უყურებთ, ისეთ თავისუფალ ვარდნაში ვართ, მთელი მსოფლიო გულისხმობ რაღაც ჯუნგლები რომ და სადაც არანაირი წესი აღარ არსებობს, არის უბრალოდ ძალის პრიმატი, მე თუ შემიძლია რომ რაღაცა მოვითრიო, ასე ვთქვათ, შეიძლება არაფერი არ არის. აი რატო მოხდა? იცით რატო? მე ეგ საინტერესო შეკითხვა მექნება ალბათ. მოხდა იმიტომ რომ რაც იყო, ისიც ფარისევლური იყო. ის არ იყო ნაღდი, ის იყო ჩაგვაზე, ადამიანების ჩაგვაზე, მოტყუებაზე, ლიბერალური წესრიგი, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სამართალი. ეგეც არ იყო ნაღდი, ეგეც მოგონილი იყო. უბრალოდ ადრე მოგონილი რადგან იყო მეტი შეფუთვა ჭირდებოდა და ამიტომ საბოლოოდ დაიქცა და დედაეტირა რა, ჩემი აზრით. ცოტა სხვა ფორმით ვიტყოდი მე რომ ეს ამ იდეოლოგიების გავრცელება, ამ ლიბერალის გავრცელება აბსოლუტურად უგულებელყოფდა ადგილობრივ სპეციფიკას. გლობალიზმი, ხო, რა თქმა უნდა, ადგილობრივად ისტორიულ გამოცდილებას, ადმინისტრაციულ კულტურას, ტრადიციებს ასე შემდგომ და ესე გადათეთრი საღებავის გადასმა ყველა კულტურაზე გამოიწვია წინააღმდეგობა, რომელიც დაგროვდა და მოვიდა აი ამ აფეთქებამდე ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი კომპონენტი, თქვენ ნებართვით ამასაც დავასრულებ ამით, ეს არის ამერიკის ცდილობა რომ გაყოს, ასე ვთქვათ, ჩინეთ-რუსეთის დღევანდელი ეს ურთიერთობა, რომელიც არ ვიცი როგორ უნდა დაარღვიოს იმის შემდგომ რა, ანუ ფაქტობრივად თავიანთი ომით, უკრაინაში ამ ომით შეადუღაბეს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები და ამერიკისთვის სერიოზული საფრთხეა, იმიტომ რომ ჩინეთი არის მეორე უშუალო კონკურენტი გეოპოლიტიკურ არენაზე და რუსეთიც თლათ ხა იქვე არ არის, მაგრამ მესამე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ამ ხრივ. შემდეგი არის ინდოეთი. ამიტომ უპირველესი ინტერესი ამერიკის აი გლობალურ არენაზე არის რომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობები გამიჯნოს, თუმცა ძალიან რთული იქნება იმ მთელი ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა. ასე რომ შევაჯამოთ, აი ამ ცვლილებებში ვართ, აი ამ კეთილღარაც ვახსენე, აი ამ თავისუფალ ვარდნაში ვართ. დღეს ყველა ძლიერი სახელმწიფო ცდილობს რომ თავისი გაიტანოს რაღაცნაირად, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, ოდესღაც ჩამოყალიბდება, უბრალოდ ამას დრო დაჭირდება და რასთავარი ეს პერიოდი ძალიან საშიში და მტკივნეული იქნება და ჩვენაირმა ქვეყნებმა. ჯერ ერთი ძალიან ჭკვიანურად გავიარეთ ეს პერიოდი, მაგრამ თავარი ჩვენთვის არის რომ დღეს არის ბალანსის პერიოდი და ეპოქა. არ შეიძლება ესეთ გადაეშვა რაღაცას მიასკდე კედელს, ყრუ კედელს ურტყა თავი. მაქსიმალურად დაბალანსებულად, გაწონასწორებულად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. მე მახსოვს ნაცების და მიშა სააკაშვილის ამ იდიოტის მართლა სისხლისმსმელი იდიოტის განცხადებანი, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველებს ფუნქცია დააკარგინა. და რა იყო ფუნქცია მათი აზრით? ეს იყო ფაქტორი რომ ყოფილიყო დასავლეთ და რუსეთს შორის დაპირისპირების. ხვდებით ახლა როგორი მოღალატეობრივი უგუნური პოზიცია და ეს ცხადია, ხო? ოღონდ ფაქტორიც ნეგატიური კონტექსტში ნეგატიური ფაქტორი, ხიჭვი რა, ხიჭვი რომელიც დაც ერჩობა ხანდახან ეკალი რა. ხო და ნუ ამიტომ მე ესე უყურებ, რადგან მიმდინარეობს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, დიდი ქვეყნების და პატარებიც მთლიანად რესურსს ხარჯავენ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მათ ერჩიან. აი მაგალითად, რუსეთი ორიენტირებული ახლა ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირებაზე, დიდი გლობალური ამბებია, ამერიკა ევროპას უპირისპირდება და ჩვენ რახან ფაქტორი არ ვართ. ვართ წყნარად, ჩვიდად, აი ვართ ჩვენთვის ყოველგვარი ისეთ მოძრაობების გარეშე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე და ამასთან ჩვენ არ მოგვიწია რომელიმე მოთამაშეს კალათაში ჩახტომა. აი ძალიან მაგარი ამბავია. ჩვენი სიმშვიდის ფასად არ მოგვიწია რომელიღაც დიდი მოთამაშის, თუნდაც რეგიონალური მოთამაშის კალათაში ჩახტომა. და ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პირველად ხდება, მე მგონი მსოფლიოში, როდესაც ქვეყანას ახლა არ აქვს შესაძლებლობები, რომ არმია ჰყავდეს, ხო? კი ბატონო. ისი დიდი ეკონომიკაც არ გვაქვს, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხეთ, რომ არავის არ მივეყიდეთ. არავის ვასალი არ გავხდით, არავის ინტერესების გამტარებელი არ ვარ და ვარ ჩვიდად. ხო, სხვა სიტყვებით გეოპოლიტიკურ თამაში პაიკად არ ვიქეცით ვიღაცის გასაწირად და მცირე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. უსაქმოდ ხელისუფლება პირიქით ძალისხმევას არ ხარჯავს, სადაც არ აკეთებს, რომ სწორედაც არ ვიქცეთ პაიკად აი ამ გეოპოლიტიკურ თამაში, ასე რომ ანუ იმის თქმა მინდა რომ ესე უსაქმოდ ჯდომით და თავისი თვითდინები დინებაზე ნაფოტივი ტივტივით საქმე არ გამოვა.
აუცილებლად ადრე თუ გვიან მასე ვიღაცის ხახაში აღმოჩნდება ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ ხელისუფლების ძალისხმევა სწორედ იმისკენ არის მიმართული, უყურებთ სად მოგზაურობს, რა ვიზიტებია, ვის ხდება, რატო ხდება, როგორ ხდება, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორედაც აი ამით რომ იმდენად სასარგებლო იყოს ეს ქვეყანა, იმდენად ისეთი ტიპის ფუნქცია ჰქონდეს, რომ არავის არ ჰქონდეს აქ ომის და დაპირისპირება და ქაოსის შემოტანის ინტერესი არ ჰქონდეს. კი, მათ შორის არ უღირდეს ნამდვილად. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ აი შიდა პოლიტიკაში გამოძახილსაც რო შევხედოთ, რეალურად ჩვენ არ გქონია დისკუსია, ეს რასაც გარეთ ვხედავთ ამ აჯაფსანდალს, სწორედ ის ხდება შიდა აი განსაკუთრებით ბოლო 1 წლის მონაკვეთში, სწორედ აი ამ გეოპოლიტიკური ქაოსის გამოძახილს ვხედავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, აი ამ რადიკალური ჯგუფების სახით. რაც არის დღეს ეს აურზაური გარეთ, აი ეს ყველაფერი არის რუსთაველის 50-100 კვადრატში ჩატეული მთელი თავისი დომხალით. მთელი თავისი დომხალი, რა თქმა უნდა, უტრირებულად ვამბობ მეც. მთელი თავისი დომხალით აქ შიგნით ჩატეული. ამიტომ სანამ გარეთ ალბათ სანამ ეს პროცესები არ დასრულდება, შიგნითაც ცდილობები იქნება, თუმცა საბედნიეროდ ამას არანაირი გავლენა დღეს უკვე შიდა პოლიტიკურ აი აჯახსანდას ხულისხმობ აღარ აქვს. ოღონდ ერთიც უნდა ითქვას, რომ არავის არ გვაქვს ჩვენ არავის ილუზია არ გვაქვს რა თქმა უნდა რომ ამ ცვლილებებიდან ქვეყანა მithume ჩვენარი ქვეყნები საერთოდ უდანაკარგოდ გამოვლენ. აქ თავარი სამიზნე თავარი არის რომ ომი და კონფლიქტები არ იყოს თორემ ჩვენ ხედავთ რომ ადგილობრივ წერტილოვნად ხან სად ურტყავენ ამ სახელმწიფოს, ხან სად ურტყავენ შიგნით თუ გარეთ ეკონომიკაში, პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, მაგრამ თავარი არის რომ საერთო ჯამში ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობას აი ესეთ გეოპოლიტიკურ ქაოსში. პირდაპირ გეტყვით რომ ის რომ არც ძალიათ საქართველოსთვის და გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაწყვეტ, თუნდაც თავიანთ ქვეყნებს შიგნით მეტყველებს, ამაზე რა მეტყველებს, რომ ინსტრუქციები აგენტებს ძალიან უაზრო ინსტრუქციები მოძით, თავარი სტრატეგიული შეცდომა იყო არ შესვლა პარლამენტში. მათ აიღეს 800.000-ზე მეტი ხმა და 61 დეპუტატი ყავდათ და რომ შესულიყვნენ იქნებოდა მათთვისვე კარგი, მაგრამ აი სტრატეგიული შეცდომა ვერ მოზომეს საკუთარი ძალები, ეგონათ რომ ამ არ შესვლით რადიკალიზაციას მოახდენდნენ პოლიტიკური ვითარების და აგვაყირავებდნენ და ასე არ მოხდა. ეს ხო ძალიან დიდი სტრა გააკეთა ქართულ მოსწავლეებს, როცა პირდაპირ გაყარა ეგენი პარლამენტიდან. ალბათ იყო ცდუნება, რომ როგორც ადრე მოვიქეცით ისე მოგცეულიყავით, რომ რაღაცნაირად შანტაჟს და დაქვემდებარებულიყავით, მაგრამ მაგარი რაღაცა მოხდა და ეხლა რო უყურებ მეზარება კიდეც მათ კომენტირება. ანუ შიდა პოლიტიკა აღარ არსებობს, ანუ ოპოზიციური პოლიტიკა აღარ არსებობს, მათ პოლიტიკა არ აქვს. ნებისმიერ აი თუნდაც ეხლა ირანში მიმდინარე ამბავზე. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას ყოველთვის გქონდეს სხვა აზრი მიმდინარე ამბებზე და შენ ახერხებდი და მათთვის სულად მიუღებელ რაღაცებს, როგორც არის ირანის დაშლა, ხარს უჭერდი. ხო, ირანის დაშლას წარმოიდგინე. იმიტომ რომ რას გამოიწვევს? სრულიად გასულები არიან, ასე ვთქვათ, ანუ არანაირი შემხებლობა თუ შეგრძნება რა არის საჭირო ქვეყნისთვის, როგორ არის არ აქვს ამ ხალხს. რაც თავარია, იქ ქონდათ ნამდვილად შანსი, რომ აი პოლიტიკური ქაოსიდან გარდაქმნილიყვნენ რაღაც პასუხისგებლიან აქტორად. ნუ ეთქვათ რომ კი ბატონო, ქონდა დანაშაულებრივი უბედური წარსული, მაგრამ აი რაღაცნაირად მოგცა ხახმა ხმა და შედი პარლამენტში. არა, პირველივე შესაძლებლობისადმი გაანიავეს. ნუ ალბათ ეს საჩვენებს მათ ბუნებაზეს და იმიტომ არის რაღაც ბძანეთ თქვენს გეთანხმებით, მაგიტომ არის სწორედ რომ აზრიც აღარ აქვს ეხლა ეს იწილო-ბიწილო რაც არის რომ იქ რაღაცა გირაოს გადავიხდი და ის რატო ქენი და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ძალა აღარ აქვს, ანუ აი პოლიტიკისთვის. და პრინციპში ეს ასახავს კიდეც იმ დაბნეულობას თუ უთავბოლობას, რასაც ჩვენ ბრიუსელში ხედავთ, საიდანაც რეალურად იღებენ ესენი ამ ინსტრუქციებს, იმიტომ რომ თავათაც მოშლილია მთლიანად ბრიუსელში დაბნეულობა. ეხლა ეს დაიწყეს შეპარება ნენელა საზოგადოებაზე, რომ აი რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ და კარგია და საჭიროა და ინგლისელები დაუშლიან მაგათ მე მგონი. ხო, ნუ დაუშლიან, არ დაუშლიან, მაგრამ ამაზე გაიღვიძეს როგორ 4 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე რუსეთთან არის ლაპარაკი საჭირო. ხო, თურმე 4 წლის თავზე, ესეც კი აჩვენებს, რომ 4 წლის თავზე ამ ხელა ტრაგედიების მერე რომ გაახსენდება და გაიღვიძება, რომ თურმე არა პირველ დღეს, როცა ომი დაიწყო, 4 წლის თავზე ამას ლაპარაკს და თან ფრთხილად დაიწყებს ლაპარაკს, აჩვენებს რეალურად რა ტიპის უბსკლურისში ხარ, პრინციპში, კრიზისში ხარ, სერიოზულ კრიზისში ხარ. ზოგი ვინც უნდა რაღაცებს წყვეტდეს, ზოგი დალევისკენ მოუწოდებს ხალხს და ზოგი რისკენ, ხო? ხედავთ რეალურად სადაც არის და
დიდი ალბათობით ეს ძალიან ახლოს მოხდა პოლონეთის საზღვართან. ეს არის იარაღი, რომელსაც უბრალოდ რომელთანაც თავს ვერ დაიცავ. ფიზიკურად შეუძლებელია. და ძალიან ახლოს 50 კილომეტრში ჩამოვარდა პოლონეთის საზღვართან. ამან იმოქმედა გარკვეულწილად, კი. ხო, ასე რომ, მაგრამ აქ სამწუხარო ის არის, რომ ეს ნამდვილად არ გვიხარია ამის თქმა მინდა, რა თქმა უნდა არ არის ეს საქართველოს ინტერესებში ზოგადად, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს ეს შიდა დაპირისპირება ევროპის აი პოლიტიკურ ელიტაში გაღრმავდება და ჩვენ ხედავთ ხო ხან ერთი მთავრობა ამოყირავდა, ხან მეორე მთავრობა ეს პროცესები მოკლედ აუცილებლად. ბატონო, მე მინდა კიდე მივაქციო ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში და ხელისუფლებაში მიმდინარეობს, ეს არის სუვერენიზაციის პროცესი, მაგალითად. ძალიან დიდი მნიშვნელობა გასცია პარლამენტმა. თუნდაც ის რა დღის, რომ ჩვენ კანონმდებლობაში მე მგონი ძალიან არასწორად და დამეთანხმებით თქვენ გვეწერა ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის NGO სექტორის თუ სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა საკანონმდებლო სავალდებულო მონაწილეობა. ეს გაუქმდა. ეს არის ძალიან კარგი. კანონები, რომელიც მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ, ესეც ძალიან კარგია. ძალიან ბევრი კანონი თუ ნაბიჯი ამასრულებელი ხელისუფლებისა გადავდგით, ისე რომ ხალხმა შეიძლება არც იცის ეს. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს 3 წლის წინასწარ საქართველოსზე გაცილებით უფრო საკანონმდებლო კუთხით თუნდაც არის სუვერენული. ასეა თუ არა? კი, ცალსახად ასეა, იმიტომ რომ და რა იდგა მთელი ამ პროცესების უკან. იდგა მარტივი ლოგიკა, რომ ხელისუფლება უნდა ჰქონდეს იმ ძალებს, რომლებიც არიან ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულები და აქვთ პირდაპირი ლეგიტიმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ვიღაცა შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს, დიდი იყოს, პატარა იყოს, მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს. ვის სახით გულაპარაკებთ? მაგას ვამბობ, სწორედ თუ უნდათ კი ბატონო გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად და როგორც პარტიები მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და რა ლეგიტიმაციაც, რა ძალაც, რა წონაც ექნება, კი ბატონო სიამოვნებით მათი როლი იქნება გათვალისწინებული პარლამენტშიც. მაგრამ სწორედ ეს იყო მოკლედ მთელი არსი ამ პროცესების, რომ ერთი უნდა იყოს პირდაპირი ლეგიტიმაციის ხაზი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, იმის იქი დანარჩენი უნდა ჩამოიბერტყოს, ასე ვთქვათ, გასუფთავდეს ეს მართლობითი სისტემა ამ ნაწილში და მეორე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სტანდარტები. მით უმეტეს აი ამ ქაოსის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, ბუნებრივად, არათუ რაღაც აი ბუნებრივად ეს იყო აუცილებლობა ამ სახელმწიფოსი, გაზრდის აუცილებლობა, ასე ვთქვათ, რომ მიეღო ამ ტიპის კანონები, რომ აი ეს ქაოსი, რაშიც ვიმყოფებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ დაეზიანებინა ამ ყველაფერს სახელმწიფო. მისწეულია შედეგი მე მგონი. გაცილებით უჩვენს ახლა ფულის მოზიდვა და ცდილობები ყოველთვის იქნება, ერთი არხი დაიკეტება, რაღაცა მეორე შეიძლება მოძებნონ, მასშტაბი შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს, მაგრამ საერთო ჯამში დღეს საზოგადოებაში არსებობს ზოგადად გონება აზრი, ასე ვთქვათ, რომ აუცილებელია, საჭიროა, ის კი არა ვიღაცას პოლიტიკურად გემოვნებაში დება თუ არ დება, აუცილებელია, როგორც აუცილებელია პოლიციის ყოლა, ჯარის ყოლა და ასე შემდგომ, აუცილებელია ამ ტიპის დამცველობითი კანონების ყოლა საქართველოში. ტრამპმა გააუქმა 70-მდე საერთაშორისო ორგანიზაციაში ამერიკელების მონაწილეობა, რითაც ეს ორგანიზაციები დატოვა დაფინანსების გარეშე და მათ შორის ერთ-ერთი არის ვენეციის კომისია, რომელიც ისეთი 4 და 5 სტანდარტებით ავიღოთ თუნდაც ეგრეთ წოდებული ესენი იძახდნენ რუსულ კანონს, თორემ გამჭვირვალობის კანონი, ანუ ფარას კანონი ამერიკაში რომ არის, ვენეციის კომისიამ დადო დასწრა, რომ თქვენთან სხვა რამ არისო. ნუ თავიდან ბოლომდე ინსტრუმენტი იყო ქვეყანაში შიდა საქმეებში ჩარევის. ვაპირებთ თუ არა რაღაცნაირად უფრო წინ წასვლას და მით უმეტეს ამერიკას არ უნდა იქ არაფერი და ჩვენც რაღაც გადახედავს მთელ რიგს ორგანიზაციებში. პირველი ის რომ აი ამერიკის ნაწილზე რომ შევაფასოთ, ამერიკის ეს ორგანიზაციები გასაგებია იყო აი ხელოვნური იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტი. და ამიტომაც მას შემდგომ როგორც კი ეს ხელოვნურ იდეოლოგიებზე უარი თქვა და თქვა რომ ეს ანუ ტვირთია, დამატებით ხარჯია, მე არაფრის მომცემი არ არის. რამით უჭირდება პირდაპირ დავიპყრობ რა. ბუნებრივად გაჩნდა იმის საჭიროება რომ გამოსულიყო ამ ორგანიზაციებიდან და გაგრძელდება ეს არ არის. ბევრ ფულს ხარჯავდა თან. კი, ნამდვილად მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ამ ნაწილში და გაგრძელდება ეს პროცესი. ზოგადად აი წეღანის რაც ვახსენეთ, სისტემასაც საერთაშორისო სამართალი არ არსებობს და ძალის პრიმატი ასე შემდგომ, ამ სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციებს არაფერი არ ესაქმებათ, იქ არის პირდაპირ ძალა და არიშნიკის და მსგავსი იარაღები, ასე ვთქვათ, და მორჩა. ძალით ლაპარაკი.
ჩვენს პოზიციებს რაც შეეხება აქ განსაკუთრებულს არ გეგმავთ პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ამერიკა არც იყო ევროპის საბჭოს მონაწილე პრინციპში წევრი, ჩვენ ვართ წევრი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, სხვა ტიპის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენთვის არის ფარი. ყოველ შემთხვევაში იყო აქამდე, სანამ არსებობდა ან ერთიან მეორე და სამწუხაროდ ეხლა არც ერთი არსებობს. ისეთ რეზოლუციებს იღებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ვითარება, როდესაც პირიქით მათი გადაწყვეტილებები იყო შიდა რადიკალური ჯგუფების მიერ გამოყენებული, თქვა ხავს მოჭიდება, რომ თავიანთი პროცესები გაემართლებინათ. ამიტომ რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ ყველაზე კარგი, აი თავიდან ჩვენც ხო ვახსენეთ, ხო ყველაზე კარგი ალბათ არის ის, რომ დაველოდოთ, ნახოთ როგორ წავა. შეიძლება ორგანიზაციიდან ეხლა არ გამოვიდეთ და თავად დაიშალოს მე მომავალში. ამიტომ დაველოდოთ, ნახოთ სად როგორ წავა. ერთი ნამდვილად რასაც ვპირდებით მოსახლეობას არის ის, რომ ყველა ორგანიზაცია, ყველა გადაწყვეტილება, შიგნით თუ გარეთ, ერთადერთი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ ეს ემსახურება თუ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ხო, მაგალითად, თუ ადრე ობიექტურადაც ალბათ საჭირო იყო რომ უნდა გაგვეთვალისწინა თუნდაც ვენეციის კომისიის ან მსგავსი ორგანიზაციების რჩევები ჭარბში რო ვთქვათ, ეხლა საერთოდ არის ეს აუცილებელი და დედამიწა ბრუნვას არ გააჩერებს ამის გამო და ეს ძალიან კარგია. უღრესი მადლობა ბატონ ლევან. მადლობა თქვენ. თქვენ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ. ლევან მახაშვილი იყო ჩვენი განცხადების სტუმარი, ჩვენ გელით ყოველთვის ბევრი რამე შეისწრება, კალეიდოსკოპური სისწრაფით ისწრება სოფლიოში ამბები და ყოველთვის საინტერესო იქნება